მირიან შენ დამპირდი რომ წყალს მოგიტანა. აი დავიწყოთ. შესაძლოა. კი, პირველ რიგში მოგესალმებით. დღევანდელ დღეს ულოცავ პირველ რიგში ომის ვეტერანებს, ძალიან საპატივცემულო ადამიანებს, ძალიან ღირსეულ ადამიანებს, რომელთაც ისტორია მოაქვთ და გაცილებით მეტ სიმსახურებენ ყურადღებისა და სრულნელობის თვალსაზრისით. კეთილი, რაც შეეხება ამ კითხვას, ჩვენ ბევრ საკითხზე ვფიქრობთ, რომელიც შეიძლება გახდეს საფუძველი ახალი საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შემდეგ სადისკუსიო და სამუშაო ფორმატის. ეს საკითხები ეხება პირველ რიგში კონსტიტუციაში არსებული დისბალანსის და ბევრი სრულიად საწინააღმდეგო ნორმის გამოსწორებას. ჩვენ მხოლოდ მათ შორის 2004 წლის თებერვლის ცვლილებებმა დაარღვია კონსტიტუციაში მთავარი ბალანსი. ეს მთავარი ბალანსი არის ხელისუფლების სამივე შტოს შორის პროპორციულობის, გაწონასწორებულობის ურთიერთ მიმართებაში კონტროლის და კომპეტენციების დაცვის თვალსაზრისით, ანუ სასამართლო, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ბალანსი, რომელიც დღეს დარღვეულია. ამიტომ ბევრ ამ საკითხზე მოგვიწევს მუშაობა შემდგომში, როდესაც საკონსტიტუციო კომისია შეიქმნება და უნდა შეიქმნას. მათ შორის შევეხებით ალბათ სასამართლოს თავს და მოსამართლეების საკითხს. ამ დროისთვის ბუნებრივია ასეთი გადაწყვეტილება, რომ შეიცვალოს მოსამართლეთა დანიშვნის უვადო წესი, ანუ უვადოდ მოსამართლეთა გამწესება შეიცვალოს ვადიანი დროით, იგივე 10 წლით, ჯერ ამაზე გადაწყვეტილება არ არის, თუმცა გუნდის შიგნით მშელობა არის და არის გარკვეული მოსაზრებები. შეიძლება ვიფიქროთ ამაზე, მაგრამ მე მგონი, რომ ეს კარგად უნდა ავწონოთ და მაქსიმალურად შევქმნათ ისეთი საკონსტიტუციო მექანიზმი, რომელიც მოსამართლეებისთვის იქნება კიდევ უფრო მეტი დამოუკიდებლობის მომცემი. როგორც ჩანს, უვადოდ დანიშვნა მოსამართლეების და ესეთ თავისუფლება არ აღმოჩნდა საკმარისი, იმიტომ რომ ამის ფონზე ჩვენ სასამართლო დამოუკიდებელი მაინც არ გვქონდა. ეს პროცესი გაგრძელდება, მათ შორის ის კანონი, რომელიც ჩვენ მივიღეთ და რომელზედაც ველოდებით ხელმოწერას ბატონი სააკაშვილის და თუ ხელმოწერა ალბათ ხელს არ მოაწერს და მოაწერს ხელს უკვე პარლამენტის თავმჯდომარე, ესეც არის ერთი პირველი ნაბიჯი გადადგმული სასამართლო დამოუკიდებლობისკენ. შემდეგი იქნება, როგორც გითხარით, კონსტიტუციაზე მუშაობა და მე ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს სასურველია ერთჯერადი და ჩვენ კომპლექსურად მივუდგეთ ყველა საკითხს, რომ მუდმივად კონსტიტუციის გადასინჯვა არ დგებოდეს დღის წესრიგში. არ არის ზოგადად კარგი, როდესაც კონსტიტუცია იცვლება. 47-ჯერ შეიცვალა წინა ხელისუფლების პირობებში კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლი. ჩვენ ვამჯობინებთ, რომ კომპლექსურად მართლაც ფართო სამუშაო ჩავატაროთ და დასულდეს ამით კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელება, გასწორდეს ის დისბალანსი და წინააღმდეგობები, რომელიც არღვევს ხელისუფლების სამი შტოს მუშაობას და ურთიერთქმედებას და პროპორციულობას და მე ვფიქრობ, რომ ამით კონსტიტუციას უნდა მივცეთ ამოსუნთქვის საშუალება, რომ მან დიდხანს შეასრულოს თავისი ძირითადი და უპირველესი ფუნქცია, რომ ის არის ქვეყნის ძირითადი კანონი. $2011 წელს მაისში, როდესაც იყო სტამბულში მინისტერიალი,
არც მაშინ არ იყო შეტანილი საკითხი საქართველოსთან დაკავშირებით, ანუ კონფლიქტები და ევროპის საბჭო. და მაშინაც დღის წესრიგში არ შესულა ეს საკითხი, თუმცა ამ საკითხის განუხილველობამ იმ მინისტერიალზე არ განაპირობა და არ გამოიწვია ის, რომ ამ ხრივ რაიმე პოზიცია შესუსტდა საერთაშორისო საზოგადოების საქართველოსთან მიმართებაში. ამიტომ ასეთი განცხადებები, ეს არის წმინდა პოლიტიკური, დემაგოგიური და ძალიან არასწორი, უბრალოდ ძალიან სუბიექტური განცხადებები. ეს არის ნაციონალური მოძრაობის თელობა, რომ წარმოადგინოს საგარეო პოლიტიკის და საგარეო საქმეთა სამინისტროს არასასურველი მუშაობის, თქვათ, შექმნას როგორც არასასურველი მუშაობის იმიჯი, ესე არ არის, იმიტომ რომ თუ ეს საკითხი არ არის შეტანილი მინისტერიალზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კონსოლიდირებულ მოხსენებაში, რომელსაც ამზადებს მინისტერიალზე გენერალური მდივანი, არ დაეთმება საკმარისი ყურადღება, ან არ იქნება საკმარისი ყურადღება გამოჩენილი საქართველოს მიმართ განსაკუთრებით კონფლიქტებთან ურთიერთობაში. საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა ამაზე კომენტარი. თქვა და ჩვენც გვაქვს ეს ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროდან, რომ ამ ხრივ არათუ არ შესუსტდება საერთაშორისო საზოგადოების დამოკიდებულება, ყურადღება და შესაბამისი რეაგირების მექანიზმების გამოყენება კონფლიქტებთან დაკავშირებით, არამედ პირიქით ეს კიდევ უფრო სხვა ხარისხში გადავა განსაკუთრებით ევროპის საბჭოში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის გამოსვლის და მისი პირადი შეხვედრების შემდეგ, რომელიც გახდა ძალიან კარგი ტონის და ახალი იმპულსის მიმცემი ამ ხრივ საქართველოსთან საერთაშორისო საზოგადოების ურთიერთობის. ასე რომ ამ ხრივ არავითარი საფრთხე არ გვემუქრება და ეს არის მართლაც სრულ განგაში. რა თქმა უნდა ამ კითხვას ველოდი და წუხარ რომ არ შემიძლია დავასახელო კანდიდატი, თუნდაც იმიტომ რომ კანდიდატები ცნობილია. კანდიდატი გადაწყდება, როდესაც მოხდება საბოლოო კონსულტაციები გუნდთან უმრავლესობის შიგნით. პრემიერ-მინისტრს და ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს აქვს ძალიან კარგი, კიდევ ერთი ძალიან კარგი თვისება, რომ გადაწყვეტილებებს ის ერთპიროვნულად არ იღებს. და ბატონ ბიძინა ყოველთვის ეთათბირება საკმაოდ ფართო ჯგუფს. არა მარტო პარტიას, არამედ კოალიციას, პარტნიორებს, თანამოაზრეებს და საკმაოდ ფართო დისკუსიის შედეგად იღებს გადაწყვეტილებებს. ამ დღეებში იგეგმება როგორც კოალიციურ რეჟიმში საბოლოო შემაჯამებელი კონსულტაცია, ასევე უმრავლესობასთან შეხვედრა და რამდენიმე კანდიდატთაგან, რომელიც მოიაზრება და განიხილება, ბუნებრივია გადაწყვეტილება მიიღება საბოლოოდ სულ რაღაც რამდენიმე დღეში. როგორც პრემიერმა თქვა, ორშაბათისთვის ალბათ უკვე ცნობილი გახდება. მე რამდენიმე კანდიდატის შესახებ ბუნებრივია ვიცი, თუმცა ჯერ კიდევ რადგან გუნდის შიგნით მიმდინარეობს ამაზე დისკუსია და მშელობა, არ არის კორექტული, რომ ამაზე საჯაროდ ვისაუბროთ. როდესაც საუბრობდი ქალზე, ვიგულისხმეთ დიახ ქალთა სალობე. როგორც ერთ-ერთი კანდიდატი, რომელიც დასახელდა მედიაში იყო ეს ინფორმაცია, მე ქალბატონ სალომესგან ეს არ მომისმენია და არ ყოფილა ამაზე ასეთ განხილვა საჯარო, მაგრამ უბრალოდ დაისვა კითხვა და აქედან გამომდინარე იყო პასუხი. არ ყოფილა ჯერ ამაზე განხილვა. ეს მხოლოდ აი მოსაზრებების გაცვლის დონეზეა და თქვი ჩემი დამოკიდებულება, რომ თუ ეს ასე იქნება კარგი ასევე. მე ძალიან დიდ პატივს ვსვამ ქალბატონ სალომეს და მიმაჩნია, რომ არის საუკეთესო დიპლომატი და პოლიტიკოსი. თუმცა არ მithქვამს, რომ ეს უნდა
განხილვა საერთოდ კანდიდატების ესე ოფიციალურ ფორმატში ჯერ არ მომხდარა, არის მხოლოდ დისკუსია გუნდის შიგნით და მოსაზრებების გაცვლა, მაგრამ განხილვა მოხდება, რასაც განხილვა ქვია, ხა მაინც პროცედურულად უყურებ ამ საკითხს. ამ დღეებში ალბათ შაბათ-კვირას დაახლოებით. როგორი უნდა იყოს? ერთი კონკრეტული მახასიათებლის გამოყოფა გამიჭირდება. მე უფრო კომპლექსურად ვისურვებდი, რომ საქართველოს პრეზიდენტი, მომავალი პრეზიდენტი უნდა იყოს ძალიან ბევრი თვისების მატარებელი ერთდროულად. რა თქმა უნდა, მას სჭირდება გამოცდილება, სახელმწიფოებრივი აზროვნება, კომუნიკაციის და ურთიერთობის განსაკუთრებული ნიჭი და უნარი, როგორც შიდა პოლიტიკურ და სხვა ჯგუფებთან, ასევე ქვეყნის გარეთ, იმიტომ რომ ეს ქვეყანას წარმოადგენს და ქვეყნის სახეა. ამავე დროს კეთილგანწყობილი და შინაგანად სამართლიანობის მატარებელი უნდა იყოს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ასევე. განსაკუთრებით უნდა პატივსცემდეს კანონს და სამართლიანობას და ვისურვებდი ასე რომ იყოს კარგი უფლება დამცველით. ასე რომ ბევრი თვისება უნდა ქონდეს ალბათ პრეზიდენტს, რომელიც ქვეყნის სახეა და განასახიერებს ყველგან საქართველოს და მისი მთავარი ვთქვათ სახის მატარებელია. არანაირად პირიქით ეს იქნება მე ვფიქრობ ერთ-ერთი ყველაზე შვიდად და ყველაზე უმტკივნეულოდ მისაღები გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ამ მხრივ რო გითხრათ რომ რაღაცა განსაკუთრებული ვნებათა ღელვა ასე არ არის. ეს გადაწყვეტილება დარწმუნებულია რომ ყველაზე მშვიდ პირობებში იქნება მიღებული. მთავარია რომ ეს კანდიდატი ვინც დასახელდება ჩვენი კოალიციის მხრიდან იყოს საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მისაღები. აი ეს არის ყველაზე დიდი საფიქრალი და მე ვფიქრობ რომ აი ესე უნდა მივიღოთ ალბათ გადაწყვეტილება. მერაბიშვილი რომ ამ საკითხებზე საუბრობს, მე ცოტა არასერიოზულად უყურებ და მგონია რომ ცოტა ეს უფრო უტიფრობას გავს, ვიდრე პოლიტიკურ განცხადებას და რატო ვფიქრობ ასე გეტყვით. რაც შეეხება თავად საკითხს, ის რომ ამაზე გამოძიება მიმდინარეობს, რამდენიმე ადამიანი უკვე დაპატიმრებულია, საკმაოდ კომპლექსური სამუშაო ტარდება და სხვადასხვა მიმართულებით სწავლობს გამოძიება ამ საკითხს. რა ხდებოდა ვის მიერ, ვინ იყო ჩართული, ვინ იყო დაინტერესებული, ხდებოდა თუ არა რაიმე ვთქვათ სქემით მუშაობა და ასე შემდეგ. ამ საკითხებზე გამოძიება მუშაობს და ბუნებრივია თქვა მასზე და ამავე დროს ყველანი ველოდებით ჩვენ გამოძიებას. მე მაქვს ბუნებრივია ხშირი კონტაქტი ჩვენ სამართალდამცავ ორგანოებთან და პროცესს ვაკვირდებით და დარწმუნებული ვარ რომ ყველაფერი იქნება გამოძიებული. რატომ იმაჩნია რომ განცხადება უტიფრობის მადასტურებელია? მერაბიშვილის დროს ისეთ ტიპის კორუფცია ხდებოდა და ისეთ სქემები მუშაობდა, რომელზედაც გამოძიება ეხლა მუშაობს. ჩართული იყო სახელისუფლებო გუნდის ძალიან მაღალი თანამდებობის პირები ამ სქემებში, წილების გადანაწილება, ქონებების გადაფორმება. აი ხა ამ დროისთვის ინფორმაცია რაც გვაქვს 160 მილიონს გადააჭარბა იმ ქონების რაოდენობამ რაც ამ დროისთვის უკვე არის გამოკვეთილი და უკვე არის რაღაც პირველადი მასალები კონკრეტული ქონების ჩამორთმევების ბოლო წლების განმავლობაში. ეს იყო ბიზნესები, ავტომანქანები, სახლები, კომპანიები და ასე შემდეგ. თუმცა ეს არის ცოტა. ეს არის მხოლოდ
ნაწილი იმ ადამიანებისა, რომელიც უკვე გამოვლენილია, რომელთაც უკვე მიმართეს პროკურატურას. თუმცა არის მეორე ნაწილი, რომელიც ჯერ კიდევ დუმს და ამ საკითხებზე არ საუბრობს. ეს თავისთავად ძალიან დიდია. მთლიანობაში ზიანი, რომელიც ამ ადამიანებს მიადგა საქართველოს მოქალაქეებს წინა ხელისუფლების პირობებში. უკვე შემიძლია ვთქვა, რომ შესაძლოა რამდენიმე მილიარდსაც კი მიაღწიოს მთლიანობაში და ეს არის უზარმაზარი ციფრი. ამაზე მე მგონი გაკეთდა განმარტებაც, რომ აქ იგულისხმებოდა არა როგორ ჩემთვის არის ცნობილი, არა გამოძიების არ ჩატარება და შეჩერება, არამედ გარკვეული პროცესების უკეთ გარკვევა და რაღაც ის თანამდები სამუშაოები, რომელიც ახლა მიმდინარეობს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დაწყებული პროექტი, რომ გარკვეულწილად ამას ხელი არ შეშლოდა, აქ არ იყო საუბარი გამოძიების ჩაუტარებლობაზე და მე მგონი ამაზე თვითონ სამინისტრმა გააკეთა თუ არ ვსებ ყოფილმა მინისტრმა კომენტარი, ანუ აქ არ იყო საუბარი გამოძიება არ ჩატარებულიყო, იყო. ხო, თუმცა მე როგორც ვიცი, ახლა მე ვერ გავაკეთებ ამაზე კომენტარს, მაგრამ იგულისხმებოდა ის, რომ ხელი არ შეშლოდა იმ სამუშაოებს, რომელიც ახლა მიმდინარეობს სოფლის მეურნეობის კუთხიდან, მიმდინარეობს მართლაც უპრეცედენტო მასშტაბის სამუშაოები სოფლებში, ალბათ გააქვთ ეს ინფორმაცია. ჩვენი ხელისუფლება არ არის მთლიანად გადართული და დიდ დროს არ უთმობს PR-ს და ამ საკითხების პრორეკლამირებას, მართლა საქმეზეა გადატანილი ყურადღება. ეს მეათედიც კი ამისი, რომ გაეკეთებინა წინა ხელისუფლებას, დარწმუნებული ვარ, რომ ყოველი დღის მთავარი საინფორმაციო სწორედ ამით დაიწყებოდა და ამით დასრულდებოდა, იმ მასშტაბის სამუშაოები სრულდება ეხლა სოფლებში, რაც ჩვენი მოსახლეობისთვის არის ძალიან დიდი შვება. ისიც კარგად მახსოვს, მაგალითად გოგა ხაჩიძე, როდესაც მინისტრი იყო, მის თანამშრომლებს რო აპატიმრებდნენ და ლამის მის კაბინეტამდე მიდიოდა ამ დაპატიმრებულთა ნუსხა მოადგილეების დონეზეც კი და ყოველ კვირა რაღაც სერიალივით იყო იმ სამინისტროში ადამიანების დაკავება კორუფციული ბრალდებებით. მე არ მახსოვს, რომ მას პასუხისგებლობა აეღო და ან გადამდგარიყო, ან რაიმე თავისი თქვა წილი რაღაცა ბრალეულობა დაენახა ამ ყველაფერში. ასე რომ ამ ხრივაც მე მინდა რომ უბრალოდ განსხვავება დავინახოთ, მინისტრი მაშინვე გადადგა, როგორც კი საკითხი შეეხო უშუალოდ მის თანამშრომლების მიმართ გარკვეულ ეჭვებს და ბრალდებებს. ასე რომ გამოძიებას დაველოდოთ. არა, ვერ გეტყვით. არ არის ეს ინფორმაცია ჩემთვის ცნობილი. ევროსაბჭოზე გავაკეთე კი კომენტარი. კიდევ გავიმეორებ თქვენთან. ამ საკითხზე არ გვიმშელია ჯერ ერთ-ერთი საკითხი, რომელიც უკვე განხილულია და რომელიც განხილულია საერთო სახალხო განხილვის ფორმატში. გახსოვთ თქვენ ორი საკითხიდან, ერთზე მიღებულია გადაწყვეტილება, რომელიც უკვე განხორციელდა კონსტიტუციაში, მეორე ეხებოდა პარლამენტის ადგილსამყოფელს, რომელიც უკვე განხილულია, როგორც გითხარით. შესაძლოა ეს იყოს ის ერთ-ერთი საკითხი, რომელიც როგორც უკვე განხილული, უბრალოდ კენჭისყრაზე დადგეს. ანუ ინიცირება მოხდეს მისი კენჭისყრისთვის, რამდენადაც უკვე ის პროცედურები დასრულებულია, რომელიც მას წინ უძღოდა საერთო სახალხო განხილვის სახით. სხვა საკითხებზე ჩვენ უბრალოდ დროის თვალსაზრისით ვერ მოვასწრებთ. მე ესე ვფიქრობ, ოქტომბრამდე საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც საკმაოდ დიდი პაკეტი იქნება, მოვასწრებთ საერთო სახალხო განხილვა. ჩვენ არ ვაპირებთ იმას, რასაც აკეთებდა ნაციონალური მოძრაობა, როდესაც დაჩქარებული წესით მიიღო კონსტიტუციური ცვლილებები. გვინდა რომ ყველა პროცედურა დავიცვათ და ყველა საკითხზე ჩვენ მოსახლეობას კონდეს შესაძლებლობა გამოხატოს მისი აზრი. მოწონს ის ცვლილებები, რომელსაც ჩვენ მოვამზადებთ თუ არა. ეს შეეხება, როგორც გითხარით,
ხელისუფლების სხვა შტოს, მთავრობას, პარლამენტს, პრეზიდენტს, სასამართლო ხელისუფლებას, მათ უფლებამოსილებას, იმიტომ რომ ჯერ კიდევ რჩება ძალიან ბევრი მუხლი კონსტიტუციაში, რომლითაც ფუნქციები არის აღრეული და ძალიან ბევრი ნორმა არის ურთიერთგამომრიცხავი. ამიტომ ეს წინააღმდეგობები უნდა გამოირიცხოს. მათ შორის საკმაოდ ბევრი ნორმა დარჩა ისეთი, რომელიც მაგალითად იგივე პარლამენტის კომპეტენციას და დამოუკიდებლობას, ასევე პარლამენტის უფლებამოსილებას ეჭვის ქვეშ და დარტყმის ქვეშ აყენებს. არის რამდენიმე მუხლი, რომელთაც შესაძლებელია პარლამენტის დათხოვნა, იგივე მაგალითად თუ ბიუჯეტის საკითხი არ დაამტკიცა პარლამენტმა, არ გამოუცხადა ნდობა რამდენჯერმე და ასე შემდეგ. ბევრი შემთხვევაა ისეთი, რომელიც პარლამენტის როგორც მაკონტროლებელი და საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციას აკნინებს. და გარკვეულწილად პრეზიდენტი, რომელიც პარლამენტთან ანგარიშვალდებულია, მთავრობა, რომელიც პარლამენტთან ანგარიშვალდებულია, ეს გარკვეული კომპეტენციები ასევე ფუნქციებში არის და უფლებამოსილებში არეული. ამიტომ ამ მხრივ სამუშაო გვაქვს. მე უბრალოდ ვახსენე შეგნებულად 2004 წლის თებერვლის ცვლილებები და ბოლოს 2010 წლის ცვლილებები. სწორედ იმ ცვლილებებმა დაარღვია ეს ბალანსი და ამიტომ ჩვენ დაუბრუნდებით ალბათ ამ საკითხებს. გავაკეთებ გიორგი კომენტარს ამაზე. ხო, მე ვთქვი უკვე ამაზე გავიმეორებ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა კომენტარი 2011 წელს მაისში სტამბულში მინისტერიალზე ასევე არ იყო ეს საკითხი განხილული, მაგრამ არ მომხდარა ამის გამო საქართველოს მიმართ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების შესუსტება, ამიტომ ეს არაფერს არ ნიშნავს. ეს არ არის დამოკიდებული ეს საკითხი და არ არის მიბმული ოკუპაციასთან დაკავშირებით დეოკუპაციის პროცესზე ან საქართველოს მიმართ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების შესუსტებაზე. ასე რომ კონსოლიდირებულ მოხსენებაში საქართველოსთან დაკავშირებით ბუნებრივი აქცენტები გაკეთდება და ასევე იმუშავებს საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომ ამ მხრივ ყველა პროცედურა იყოს მაქსიმალურად გამოყენებული. შესაძლოა და მათ შორის შესაძლოა ჩვენ ვიფიქროთ და საერთოდ ალბათ ხალხსაც უნდა ვკითხოთ, პირველ რიგში ხალხს ვკითხოთ, როდესაც კონსტიტუცია იცვლება, როდესაც მომზადდება ეს ცვლილება